დღეს მინდა ვისაუბრო მინერალებზე, უბრალოდ მინერალების ცნობის ტექნიკაზე, რადგან ძალიან ბევრი ამბობს, რომ მინერალებს რაღაც ხელით ვცნობ და ერთი დახედვით შემიძლია გარჩევა და ყველა გემოლოგმა იცის და ყველა ვინც ოდნავ მაინც ჩახედულია ამ საქმეში, ოდნავ მაინც რომ შეუძლებელია მინერალის ესე თვალებით ცნობა, ხელით შეხებით ცნობა, გამორიცხულია, არ არსებობს მსგავსი რამე ბუნებაში, არ არსებობს გემოლოგი თვითონ, რომელიც მთელი ცხოვრება ამას სწავლობს და ანალიზს აკეთებს ხელით, ვერაფერს ვერ ცნობს. იმიტომ რომ ესეთი რამე ბუნებაში არ არსებობს, ეს არის სასაცილო. ყველაფერს სჭირდება ანალიზი, ყველაფერს სჭირდება ცოდნა, მით უმეტეს ყველა მინერალს აქვს თავისი სიმკვრივე, კონკრეტული შკალა, აქვს თავისი სტრუქტურა, აქვს თავისი ქიმიური ფორმულა, რომელსაც იმეორებენ უკვე ხელოვნურად სინთეტიური მინერალები არსებობს და ქიმიური სტრუქტურის მიხედვითაც კი ბევრ მინერალს ვერ იცნობთ. ანუ ვერ იცნობთ რას გულისხმობ, რომ ასტროლოგიაში ჩვენ გვჭირდება რეალური მინერალები, ანუ მინერალები, რომლებიც იპოვეს ბუნებაში. ანუ ჩვენ აქ გვჭირდება სინთეტიური მინერალები, მიუხედავად იმისა, რომ სინთეტიური მინერალები, ან ლაბორატორიაში, რომლებსაც ზრდიან, ესე ვთქვათ, ქიმიურად იგივენაირი შემადგენლობის არის. იგივენაირი. ანუ იგივე მინერალი არის, მაგრამ ჩვენ ასტროლოგიაში ვერ გამოვიყენებთ ამას, იმიტომ რომ ჩვენ გვჭირდება ენერგეტიკულად დამუხტული მინერალი. აი ზუსტად ის, რომელიც დედამიწაში იქ სადღაც ენერგიებს, ესე ვთქვათ, იწვევს. შესაბამისად, ჩვენ აი ესეთი სინთეტიური მინერალი საერთოდ არაფერში არ გამოგვადგება. იმ მინერალს უბრალოდ არ აქვს ენერგეტიკა. ის მინერალი შენ ვერაფერს ვერ გიშველის, თუმცა ვერც ვერაფერს ვერ დაგიშალებს. ასეთი მინერალების ცალკე, ანუ შესაძლებელია დამუხტვა, თუ რა თქმა უნდა გაქვთ საკმარისი ენერგეტიკა და საკმარისი დადებითი ენერგეტიკა, რომ დადებითად დამუხტოთ. ესეც ცალკე, ესე ვთქვათ, ესეთი მინერალებიც გამოიყენება ავადმყოფობის დროს მაგალითად, იმიტომ რომ იმ ნეგატიურ ენერგიას ისრუტავენ, ანუ რაღაც დადებითი სინთეტიურ მინერალებსაც აქვს, მაგრამ აი ის რომ ხელით ვცნობ და შევხედავ და ვიცნობ, არ არის სწორი. არც ერთ შემთხვევაში ეს არის ტყუილი. ვერავინ ვერ აზრობს, ვერ იცნობს ესე მინერალს, იმიტომ რომ იმ დონეზე აყალბებენ უკვე 21 საუკუნეში და გაყალბებასაც არ ეძახიან უკვე რომ სინთეტიური მინერალი ფაქტიურად იგივენაირად მინერალი არის. ამის გარდა ისეთნაირია, რომ ცეცხლში ფერს შეიცვლის, ცეცხლსაც იქ სპეციალური ანუ გრადუსი ჭირდება, უფრო მაღალი და ასანთისესი მოკიდებით მინერალს ვერაფერს ვერ დაუშავებთ. ანუ ძალიან ზედაპირული დამოკიდებულებაა და ესე მგონია ნებისმიერს, ვისაც დააინტერესებს მინერალოგია, ან ზოგადად რო აინტერესებს შეიძინოს მინერალი, ცოტა რომ მოიძიოს ინტერნეტში ინფორმაცია, ყველაფერს მაშინ მიხვდება, რამ ხელა დონის გაყალბება არის ზოგადად მინერალების ბაზარზე.